თითქმის 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ტაილანდის დედაქალაქში შეკრებილი დემონსტრანტები ადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. დღეს ისინი თანახმარიან მთავრობას შეურიგნენ და არჩევნების ჩატარებას ნოემბრამდე დაელოდნონ. ოპოზიციის ლიდერის პრესმდივანი სინ ბუნკრაპანგის აცხადებს, რომ თათბირი დემონსტრანტებს შორის უკვე დაწყებულია. ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხალხის ნებას უნდა გამოხატავდეს. თქვენ იცით, რომ გამოსვლების დროს მსხვერპლმა ხალხის თავდადებაზე საკმაოდ იმოქმედა. ასე რომ მათი აზრის გათვალისწინების გარეშე ჩვენ მოქმედება არ შეგვიძლია. დემონსტრაციის ყველა მონაწილეს პოლიტიკური ცვლილება როდი ახარებს. ანოთაი ჩაჩონგ-საუს პროვინციიდან ამბობს, რომ მთავრობის დამხობამდე ქუჩაში დარჩება. არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება კარგია, მაგრამ მაინც დაჩქარებაა საჭირო. ნოემბერი ძალიან გვიანი დროა. მაგრამ კონფლიქტისგან ბევრი გადაიღალა. პორნი ტაილანდის ჩრდილოეთ ნაწილიდან ამბობს, რომ თუ შეთანხმება შედგება, დემონსტრანტები სახლში დაბრუნდებიან. 50 დღე დამღლელი აღმოჩნდა. ჩვენ მხოლოდ ერთ რამეს მოვითხოვთ, რომ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტი დაითხოვოს და ახალი არჩევნები დანიშნოს. დემონსტრაციების დასრულება მე მხოლოდ მახარებს. მიუხედავად ამ განწყობისა, ბევრი შიშობს, რომ დემონსტრაცია დაიშლება, მაგრამ პრობლემა მოუგვარებელი დარჩება. არჩევნებში წითელპერანგიანთა მოსალოდნელმა გამარჯვებამ შეიძლება ამჯერად ქუჩის დემონსტრაციებისკენ მთავრობის მხარდამჭერ ყვითელპერანგიანებს უბიძგოს. თუმცა მარტის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სიტუაციის დარეგულირების რეალური შანსი გაჩნდა. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.